საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ყველაზე იძულებით თავისუფლების აღმკვეთი გადაცემა გრიგორი ლეფსის ქართველი პროდიუსერის შემდეგ, რადგან ჩვენ ვცდილობთ ეკრანებთან მიგაჯაჭვოთ. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებას. ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. ვერ მოისმენთ თეა წულუკიანის განცხადებას, იმედი აღარ მაქვს, რომ კოტე კუბლაშვილი რეფორმატორის მანტიით დატოვებს მართლმსაჯულების სისტემას, რადგან ექსპერტების აზრით ეს მანტია ქალბატონ თეას ქალის ტანზე აქვს გადაკეთებული. ვერ მოისმენთ თამარ სანიკიძის განცხადებას, ჩემთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი გადადგეს, რადგან ექსპერტების აზრით ქალბატონი თამარი ჯერ პატარაა, გაიზრდება და ამასაც წარმოიდგენს. საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა. თავის მხრივ ქართული სპეცსამსახურების დიდ ყურადღებას უთმობენ, მოქალაქეებს და გულდასმით უსმენენ მათ ყოველ სიტყვას, განსაკუთრებით ტელეფონში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. ახლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთი ღა დარჩენიათ დადონ სანაძლეოები, რომელი უფრო მალე დადგება. უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო თუ ნატოში გაწევრიანების შეუქცევადი პროცესი. უელსის სამიძე ნატოს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული არსებითი პაკეტის ინიციატორი სწორედ გერმანია იყო. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ვალტერ, ძმა ხარ? რას აკეთებთ ბატონო ბექა? შედი ქალო ბუტკაში. ვალტერ, ძმა ხარ, ძმა, ხოიცი? საცობები ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცხადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამის შემდეგ ნარმანია საინჟინრო გზის ნაცვლად ამ პრობლემის ლიტერატურული, საბუნებისმეტყველო და დრამატურგიული გზების ძიებას შეუდგა. ადამიანის უფლებებზე წინა წლებში ნაციონალური მოძრაობის დროს ქვემო ქართლის პროკურორი არ უნდა ლაპარაკობდეს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ორთაჭალაში ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალიდან დევნილთა განსახლების წინააღმდეგ შეკრებილების აქციაზე მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან შელაპარაკების დროს განაცხადა. ამბის მოსმენის შემდეგ ექსპერტებს გაახსენდათ ფრაზა ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო. ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ ქართული მხარე ყველა ფორმატს გამოიყენებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. თვითმხილველთა თქმით, შემდეგ ტყუილად დრო არ დაუკარგავს და საუბარი მყისვე MP3, DVD და HD ფორმატებში განაგრძო. გიავოლსკი საკადრო ცვლილებებს ცალკეული პირების მიმართ არსებულ მითქმა-მოთქმას უკავშირებს. აჰა, გასაგებია. ესე იგი მართლაც ესე ყოფილა. საიდან ასკვნით ბატონო ბექა? გიას კაზალ, ბოქს კაზალ. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით მთავრობის წევრები საახალწლოდ შეარჩევენ ტერმინებს, რითაც გაამართლებენ ხელფასებისა და პრემიების განუზომლად ზრდას. როგორც ცნობილი ხდება, ამ პრემიებს სანტა-კლაუსი მოიტანს და ეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს არ დააზარალებს, რადგან სანტა-კლაუსი ამ ფულს ლაპლანდიის ბიუჯეტიდან გამოჰყოფს. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მკვლევარებმა გამოავლინეს ძირითადი თანამდებობები, რომელთა დაკავების შემთხვევაში ფუნქციონერის რეპუტაცია შეილახება. ეს თანამდებობებია: მესამე, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; მეორე, საქართველოს მთავრობის წევრი, მინისტრი და პირველი, საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი.